განვიხილოთ ჩეხეთის დემოგრაფიული ვითარება. მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში ჩეხეთის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების ტემპი დაბალი იყო. ამასთან ახალგაზრდა მოსახლეობის წილი მცირდებოდა, ხოლო 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მატულობდა. ასეთი ცვლილების შედეგად უკვე სადღეისოდ უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა გადააჭარბა ახალგაზრდა მოსახლეობის წილს. გაეროს ექსპერტების პროგნოზით მომავალში ეს განსხვავება კიდევ უფრო საგრძნობი აღმოჩნდება. ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ უკვე სადღეისოდ ჩეხეთის მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობა რეგრესული ტიპისაა. შობადობას რაც ეხება, 1950-1970-იან წლებში შობადობა ჩეხეთში მცირდებოდა და უკვე 1965-1970-იან წლებში შობადობის დონე ჩეხეთში ვერ უზრუნველყოფდა თაობათა გამრავლებას. 1970-1980 წლებში შობადობა ჩეხეთში რამდენადმე გაიზარდა დონემდე, რომელიც უზრუნველყოფდა თაობათა განახლებას, თუმცა შემდეგ პერიოდში შობადობის დონე განაგრძობს შემცირებას და 1995-2005-იან წლებში მცირდება უაღრესად დაბალ დონემდე. 2005-2010 წლებში შობადობა რამდენადმე მატულობს, მაგრამ არასაკმარისად თაობათა შენაცვლებისათვის. გაეროს ექსპერტების ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ მომავალში შობადობის დონე ჩეხეთში კიდევ შეიძლება რამდენადმე გაიზარდოს, თუმცა ეს და საკმარისი მაინც არ აღმოჩნდება თაობათა განახლებისათვის და ამას ჩვენ ვხედავთ მოტანილ ცხრილში. მოკტაობის საერთო დონე, რომელსაც ჩვენ მეორენაირად მოკტაობის ზოგად კოეფიციენტს ვწოდებთ, ანუ გარდაცვლილთა რაოდენობას მოსახლეობის 1000-ზე, ჩეხეთში ჯერ მატულობდა, ხოლო 1985 წლიდან მცირდებოდა და 1995 წლიდან დღემდე 11 პრომილის ფარგლებში მერყეობს, ანუ 11-ის მოსახლეობის 1000-ზე. ვარაუდობენ, რომ ასეთი მდგომარეობა შესაძლებელია 2025 წლამდე გასტანს, ხოლო შემდგომში მოკტაობის საერთო დონე ჩეხეთში ისევ მოიმატებს. შვილთა მოკტაობის დონე ჩეხეთში ძველ მცირდებოდა, თუმცა 1960-1975 წლებში სტაგნაცია განიცადა. ამის შემდეგ პერიოდში შვილთა მოკტაობა ისევ მცირდებოდა. სადღეისოდ ჩეხეთში შვილთა მოკტაობა საკმაოდ დაბალ დონეზეა და მომავალში უმნიშვნელოდ დაიკლებს კიდევ. სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც 1950-1960 წლებში მატულობდა, 1965-1975 წლებში სტაგნაციას განიცდის, ხოლო 1975-1985 წლების პერიოდში მხოლოდ უმნიშვნელოდ მატულობს. სიცოცხლის ხანგრძლივობის უფრო მნიშვნელოვანი ზრდა 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება, დღემდე გრძელდება და როგორც მიიჩნევენ, მომავალშიც ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება. მოსახლეობის ბუნებრივ მატებასა და აღწარმოებასთან დაკავშირებით. 1950-1980 წლებში ჩეხეთის მოსახლეობის ბუნებრივი მატება გარკვეულ ცვალებადობას განიცდიდა, თუმცა 1980-იანი წლების დასაწყისში ის შემცირდა დაბალ დონემდე და შემდგომ პერიოდში იკლებდა. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან უკვე მოკტაობა აჭარბებს შობადობას. 1980-იანი წლებიდან ჩეხეთში გვიძრდება მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი,
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს უაღრესად მაღალი დონე მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობისა, რომელიც პრაქტიკულად ძალიან მაღალია 70-იანი, 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწყებული. 1990 წლამდე ჩეხეთში გასულების რაოდენობა ჭარბობდა შემოსულებს. ჩვენ ვატყობთ ამას მოტანილი ცხრილიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავება გარე მიგრაციის სალდოში ამ წლებში ზოგჯერ არსებითად განსხვავდებოდა. 1990-იანი წლებიდან უკვე შემოსულების რაოდენობა ჭარბობს გასულებისას. განსაკუთრებით მაღალი გარე მიგრაციის დადებითი სალდო დამახასიათებელია 2005-2010 წლების პერიოდისათვის. პიკით 2007 წელს 70,000-მდე მეტი შემოვიდა ჩეხეთში, ვიდრე გავიდა. ამ დროიდან და სამომავლოდ ჩეხეთისათვის დამახასიათებელი იქნება გარე მიგრაციის დადებითი სალდო, ამასთან იგი სტაბილიზირდება გაეროს ექსპერტების პროგნოზით დაახლოებით 20,000-ის ფარგლებში, უფრო ზუსტად 21,000 ძლევია გაეროს ექსპერტები. დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებით ჩვენ ხედავთ მოცემულს წარმოდგენილ დიაგრამაზე. უნდა ითქვას, რომ 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩეხეთში ფორმირებას იწყებს მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ან დეპოპულაციური ტიპი, მისთვის დამახასიათებელი თვისებებით. თუმცა მიგრაციის დადებითი სალდო ხელს უწყობს ჩეხეთის მოსახლეობის რაოდენობის დას 2025 წლამდე. თუმცა გაეროს ექსპერტების ვარაუდით, შემდგომში მოსახლეობის რაოდენობა მაინც შემცირდება, მოკვდაობა უფრო მაღალი იქნება შობადობაზე. რაც შეეხება ბელარუსის მოსახლეობას და დემოგრაფიულ ვითარებას. ბელარუსის მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ ნელა განიცდის ცვლილებას. 1950-1995 წლებში ეს ცვლილებები მატებით გამოიხატებოდა, ხოლო 1995-ში და როგორც ვარაუდობენ გაეროს ექსპერტები 2050 წლის ჩათვლით ექნება კლებას ადგილი. ჩვენ მოტანის ხედავთ წარმოდგენილ ცხრილში. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი კლებას განიცდის, ხოლო 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი ორს ხედავთ მატებას. ამასთან უკვე 1950 წელს ბელარუსი დემოგრაფიულად დაბერებული იყო. 1950 წლის ასაკობრივ პირამიდაზე ალბათ თუ სტრუქტურას გადავხედავდით, წარმოვიდგენთ ძალიან მნიშვნელოვან პირველი და მეორე მსოფლიო ომების ნეგატიურ შედეგებს. 2010 წლის მოსახლეობის ასაკობრივი პირამიდა სტაციონარული ტიპისაა, ხოლო უკვე 2050 წლის გამოხატული რეგრესული ტიპის. შობადობასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ შობადობის მკვეთრი შემცირება 1960-იანი წლების მეორე ნახევარში მოხდა, რის შემდეგ შობადობის დონე თანდათანობით კლებას განიცდიდა. 1975-1980 წლებში შობადობა ბელარუსში კლებულობს მოსახლეობის მარტივი აღწარმოების დონემდე და განაგრძობს შემცირებას. 2000-იან წლებში ბელარუსში არსებული შობადობის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. მომავალში გაეროს ექსპერტების აზრით შობადობის რამდენადმეს და მოსალოდნელი. აღნიშნული ზრდა არც მნიშვნელოვანი და არც არსებითი იქნება. ხედავთ მოცემულ ცხრილიდან, რომ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2-ზე ნაკლებია, შობადობის დონე ასე დროს ვერ უზრუნველყოფს
მოსახლეობის მარტივ აღწარმოებასაც კი. რაც შეეხება მოსახლეობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას, მოკვდაობის საერთო დონე ბელარუსში 1960-1965 წლის პერიოდამდე კლებას განიცდიდა, ხოლო შემდეგ პერიოდში მატებას. 2000-2035 წლებში მოკვდაობის საერთო დონე ბელარუსში წინა პერიოდთან შედარებით იზრდება და 14-15 ფარგლებშია გარდაცვლილი, მოსახლეობის 1000 სულზე. იგი განიცდის გარკვეულ ცვალებადობას, რის შედეგადაც ისევ განაგრძობს ზრდას. ჩვილთა მოკვდაობა მუდმივ კლებას განიცდის და 2005-2010 წლების პერიოდში მისი დონე 10-ზე რამდენადმე ნაკლებია 1000 ცოცხლად დაბადებულზე. გაეროს ექსპერტების ვარაუდით 2050 წლისათვის მოსალოდნელია ჩვილთა მოკვდაობის თითქმის 2-ჯერ შემცირება, დღევანდელთან შედარებით ბუნებრივია. 1950-1970 წლებში სიცოცხლის ხანგრძლივობა ბელარუსში იზრდება. შემდგომ 1970-1990 წლების პერიოდში სიცოცხლის ხანგრძლივობის სტაგნაციის ადგილი აქვს. არ იცვლება. 1990-იანი წლები და 2000-იანი დასაწყისი სიცოცხლის ხანგრძლივობის კლების პერიოდია ბელარუსში. ამასთან სხვაობა ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობაში იზრდება და 12 წელს აღწევს. ვარაუდობენ, რომ მომავალში მოსალოდნელია სიცოცხლის ხანგრძლივობის ნელი და თანდათანობითი ზრდა. ასეთია გაეროს ექსპერტების აზრი. რაც შეეხება მოსახლეობის ბუნებრივ მატებასა და აღწარმოებას, 1990-1995 წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატება პრაქტიკულად ნულამდე ეცემა, ხოლო შემდეგ პერიოდში მოკვდაობის დონე უკვე ჭარბობს შობადობას და ამდენად დეპოპულაციას აქვს ადგილი. 1980-იანი წლებიდან მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის სიდიდე ვერ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას და ამდენად დამკვიდრებას იწყებს მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმი, რომელიც უფრო გამოხატულ სახეს 1990-იან წლებში ღებულობს. ჩვენ ხედავთ, რომ ბელარუსში საკმაოდ მაღალია ბოლოს ვერცხლში მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა, რომელიც გარკვეულ ცვალებადობას განიცდის და მომავალში შეიძლება კიდევ რამდენადმე გაიზარდოს. რაც შეეხება საერთაშორისო მიგრაციას, მიგრაციის შედარებით მაღალი ინტენსივობა 1950-1965 წლებისათვის არის დამახასიათებელი, როდესაც ემიგრაციას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ხედავთ, რამდენად მაღალი იყო, თქვათ 50-იანის დასაწყისში უარყოფითი სალდო 70,000 აღწერდა საშუალოდ და მეტი იყო მასზე საშუალოდ წლიურად. შემდეგ გარკვეულ კვლევას განიცდიდა რაღაცა პერიოდში დადებითით შეიცვალა, მერე უარყოფითით 80-იანი წლებისთვის გასვლებისა და შემოსვლების რაოდენობა პრაქტიკულად მსგავსი იყო, მერე 2000-იანის დასაწყისში რამდენადმე სიდიდის დადებით სალდოს ჰქონდა ადგილი. თუმცა გაეროს ექსპერტების ვარაუდით ჩვენ ხედავთ, რომ ახლო მომავალში უკვე პრაქტიკულად სადღეისოც შეიძლება ითქვას, ვარაუდობენ საერთაშორისო მიგრაციის უარყოფით სალდოს დაახლოებით 2000-ის ფარგლებში საშუალოდ წლიურად და ასეთ მდგომარეობას ვარაუდობენ განსახილველი პერიოდის პრაქტიკულად ბოლომდე. და ბოლოს, რაც შეეხება დემოგრაფიულ გადასვლას, მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მესამე და მეოთხე ფაზას ბელარუსში 1970-1990 წლებში ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან
მოსახლეობის აღწარმოების უახლეს დეპოპულაციურ ტიპზე ხდება გადასვლა. ამას ჩვენ კარგად ვხედავთ წარმოდგენილ დიაგრამაზე, რომ მოკვდაობა თანდათან იზრდება და ბოლოს უკვე სადღაც 2000-იანი 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან 2000-იანის დასაწყისში გადადის უკვე ადის უფრო ზემოთ და ჭარბობს შობადობას მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში 2050 წლამდე.